რა ტენდენციებია უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე და როგორი მოლოდინები აქვს არქის მარკეტინგის დირექტორი დავით გელაშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ძალიან დიდი მასშტაბით ახდენს გავლენას ეკონომიკისა და ბაზრების სხვადასხვა მიმართულებებზე და უძრავი ქონების ბაზარი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის განსაკუთრებით იმ კონფლიქტის არეალში, სადაც ამ დრომდე მაგალითად იგივე საუდის არაბეთში და დუბაიში და ასე შემდგომ ამ ტერიტორიაზე ძალიან მაღალი იყო ფასები, გასაგები იყო ძალიან ინტენსიური იყო მშენებლობები და ამ შემდგომ. მთლიანობაში უძრავი ქონების ბაზრის არსებული ტენდენციები როგორ გადმოგვეცემა საქართველოსზე ამ შემთხვევაში, რა სურათს ქმნის, მაგალითად BBC კაპიტალი ვარაუდობს, რომ გარკვეულწილად ეს იქნება ზემოქმედების ერთგვარი ეფექტს ექნება, შესაძლოა გაიზარდოს გარკვეულწილად ფასებიც, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდოს. თქვენ ერთ-ერთი ამ ქვეყნის უმსხვილესი, თუ არა ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ არსებულ ტენდენციებს და რა მოლოდინები გაქვთ? მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გძნობთ ჩვენ უკვე ცვლილებებს ბაზარზე, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა და ინტერესი ჩვენი პროექტების მიმართ. პირველ რიგში გამოვყოფთ ისრაელს, საიდანაც მოთხოვნა არის ფაქტიურად გაორმაგებული, ისედაც ისრაელს ჩვენი გაყიდვების წილში დაახლოებით 20% ეჭირა და ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავიდა 40%-მდე და ასევე დავამატებ დუბაის მსხვილ საბროკერო კომპანიებს, რომელთა ინვესტორებიც არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, პროაქტიულად და თვითონ გვიკავშირდებიან და ინტერესდებიან ჩვენი პროექტებით. ეს ალბათ პირველ რიგში გამოწვეული არის იმ სტაბილური და მშვიდი გარემოთი, რომელიც არის ქვეყანაში, ასევე მიმზიდველობას მატებს მარტივი რეგისტრაცია უძრავი ქონების და ასევე ის უსაფრთხო, ასე ვთქვათ, საინვესტიციო გარემო, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. ისეთი ორი ქვეყანა დაასახელდა, ისეთი ორი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ნებისმიერი სექტორისთვის და განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზრის კუთხით. ამიტომ უნდა ჩაგიკითხოთ აუცილებლად. რა ფორმით აქვთ ინტერესი დაუშვათ საცხოვრებელი ბინების შეძენაზეა მოთხოვნა, ანუ კერძო კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან ისრაელისა თუ დაუშვათ არაბთა გაერთიანებული საამიროების თუ პირობითად უფრო პროექტებში თანამშრომლობის კუთხით არის მაგალითად რადგან დუბაის საბროკერო ჯგუფები ახსენეთ. თანამშრომლობაზე ჯერ საუბარი არ მიდის უშუალოდ შეძენა უძრავი ქონების. ზოგი იძენს პირადი მოხმარებისთვის, ზოგი საინვესტიციოდ. საქართველოს ამდენად განიხილება მაგალითად ისრაელის მოქალაქეებისთვის, რომ საინვესტიციო კუთხითაც საინტერესოა. დიახ, როგორც აქამდე აღნიშნე, ისედაც 20% ჩვენ გაყიდვებში ეჭირა ისრაელს და ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ და საგრძნობლად არის გაზრდილი. კი ბატონო, მთლიანობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელ მყიდველებზე რამდენად აქტიურად არის დამოკიდებული? ვიტყოდი, რომ უცხოელ, ასე ვთქვათ, მყიდველებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, თუმცა დამოკიდებული ბაზარი მათზე არ არის, რადგან ეს პროცენტი არის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არსებული კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გარკვეულ გავლენას მოახდენს და როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, TBC-მ გალთმა და სხვა კვლევითმა კომპანიებმა უკვე გადააფასეს, ასე ვთქვათ, წლის პროგნოზი და იმაზე ბევრად უფრო პოზიტიური პროგნოზი გაკეთდა, ვიდრე მანამდე იყო გაკეთებული. კი ბატონო, უშუალოდ დავუშვათ იგივე მაგალითად გეოპოლიტიკური პროცესების ამ მასშტაბით გაგრძელების შემთხვევაში რამდენ პროცენტიან ზრდასელით ან თუ პირობითად შეიძლება რომ შესაძლებლობადაც იქცეს ეს ერთგვარად ქართული დეველოპერული ბაზრისთვის? რა თქმა უნდა, ადამიანურად მეც და ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ის პოზიტიური ძვრები, რაც უკვე დაწყებული არის ბაზარზე, საჭიროებს ყურადღების მიქცევას და ბაზარი და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, ამისათვის კომპანიაში ყველაფერი კეთდება, უახლოეს დღეებში ძალიან მსხვილ და მასშტაბურ პროექტს დავაანონსებთ, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მთლიანად ქვეყნის მიმზიდველობას. შედება საქართველოში? დიახ. შეგვიძლია დედაქალაქი თუ დედაქალაქის მიღმა მინიშნება? დედაქალაქში. კი ბატონო, საინტერესოა, ბუნებრივია ამასაც ბიზნეს პარტნიორი აუცილებლად გააშქვევს. მომხმარებლის დამოკიდებულება როგორია? ქართველი მომხმარებლის ამ შემთხვევაში ერთია მათი დაუშვათ უცხოელების გაზრდა,
და ინტერესი, მაგრამ მეორეა ქართველი მომხმარებელი. ხო არ ელოდება პირობითად, რომ შეიძლება უძრავი ქონების ფასები შემცირდეს და მერე შეიძინოს. ან როგორ რეაგირებს ხოლმე ქართველი მომხმარებელი საქართველოს? ფასები დამოკიდებული არის ორ, ასე ვთქვათ, ძირითად ფაქტორზე, ეს არის მოთხოვნა მიწოდება და თვითღირებულება. თვითღირებულებაც ეტაპობრივად მუდმივად, ასე ვთქვათ, მატულობს, რადგან მასალა თუ მუშახელის ფასი იზრდება და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება ფასების კორექცია და მცირედ იზრდება. აი მაგალითად კორექტირებაში რამდენ პროცენტიან ზრდას უნდა ველოდოთ? თუ ვაცდები უახლოეს პერიოდში რა პროგნოზით არის გაკეთებული, პლუს კიდე 5%. ეს ეხება როგორც გასაყიდ ბინებს და ასევე გასაქირავებელ ბინებს. მიუხედავად თქვენ შემთხვევაში ხა ძირითადად გაყიდვის მიმართულებით მუშაობთ, მთლიანობაში ბაზრის შესახებ ინფორმაციას გექნებათ. რამდენად აქტიურად ახდენს ეს ეს ორი სეგმენტი გადამული არის ერთმანეთზე, ესე ვთქვათ, თუ გაყიდვის, ასე ვთქვათ, ფასი მატულობს, აუცილებლად გარკვეული პროპორციით აისახება ეს გაქირავებაზეც და გაყიდვაზე და გაქირავებაზეც ასევე გარდა იმისა, რომ ინვესტორები ინტერესდებიან, ასევე მიგრაცია ის კუთხითაც არის მოსალოდნელი, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, მოთხოვნა გაიზრდება. აი ამ არსებული ზოგადად მსოფლიო გლობალური კრიზისების პერიოდში, დაუშვათ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების რეაგირება არის დაყოვნებები გადახდებში, დაუშვათ შენატანებში არქს ბევრი შიდა განვადება გაქვს და ანუ ჩვენი მოქალაქეები თავს იკავებენ თუ პირიქით ძალიან აქტიურები არიან? გავსიცვლებები არ შეინიშნება, შემიძლია პირველი კვარტლის, ასე ვთქვათ, შეჯამება გავაკეთო და დაახლოებით 60%-ზე მეტი გვაქვს და წინა წელთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს წელი ასევე რეკორდული იქნება ჩვენთვის. შეგახსენებთ, რომ შარშან მქონდა 91%-იანის და პირველი კვარტალი გვაძლევს იმის იმედებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შეიძლება კიდევ უფრო დიდიც დავაჩვენოთ წელს. ეს მთლიანად ქართულ დეველოპერულ სეგმენტს ეხება, ანუ უძრავი ქონების ბაზარს თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი კომპანიის? უძრავი ქონების ბაზრის კუთხით რო ვისაუბროთ, თებერვლის მონაცემებით პლუს 18% არის ბინების ჭრილში წლიური და პლუს 28% არის. წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი ბინების გაყიდვა. რა ახდენს მაშინ ასე ვიკითხავ თავარ გავლენას? დაუშვათ შიდა განვადებების სისტემა, რომელსაც აქტიურად ახორციელებთ წამყვანი დეველოპერული კომპანიები, თუ რა არის მთავარი სტიმულატორი, რომ ამ მასშტაბით არის დაუშვათ ზრდები? ჩვენ შემთხვევაში რამოდენიმე ფაქტორს გამოყოფთ. პირველი ეს არის არქელების დიდი გუნდი, ჯგუფი მე ვიტყოდი, ჩვენი მომხმარებლები, რომელთა რეკომენდაციებიც ძალიან დიდ წილს იკავებს ჩვენ გაყიდვებში და მათი მხრიდან განხორციელებული მეორადი შენაძენები, ასევე უცხოელები, რომელიც 20% უჭირავს და ეს ტენდენცია არის ზრდისკენ მიმართული და ახალი მყიდველები, რომლებიც ენდობიან ჩვენ კომპანიას, როგორც ნომერ პირველ დეველოპერულ კომპანიას და ახორციელებენ ჩვენთან ბინის შეძენას. თვითონ ინვესტორების ინტერესი როგორი თუ არის დაუშვათ თქვენნაირი კოლეგა, დაუშვათ უცხოელი კომპანიების არის ინტერესი, რომ მაგალითად პირობითად პარტნიორების სახით მოგვევლინონ ამ შემთხვევაში თქვენ და შესაბამისად მე ქართულ ბაზარზე ახალი პროექტების განხორციელება დაიწყონ? ჩვენ სხვადასხვა მოლაპარაკებებს ვახორციელებთ, მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე საერთაშორისო სასტუმროების ქსელთან თანამშრომლობთ და ეს მიმართულება კიდევ უფრო გაფართოვდება უახლოეს პერიოდში და როგორც გვახსენე, ის ახალი პროექტი, რომელსაც დავაანონსებთ რამოდენიმე დღეში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება, მათ შორის არის როგორც ქართული პარტნიორი, ისე უცხოელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ამ ახალი პროექტის შესახებაც სიამოვნებით გიმასმისლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში დავით გელაშვილი საუბრობდა. დიდი მადლობა.